რა უნდა განსაზღვროთ? ერთია ჩვენ რაღაცა უნდა გავაკეთოთ და ჩვენ შეიძლება მაქსიმალური გავაკეთოთ. გავსკდეთ საერთოდ ყველა აი სააკაშვილზე დემოკრატიის შუქურა მოვიყვანოთ, მაპზე უკეთესი მაპი მოგცენ, ჩვენი მხრიდან შევასრულოთ ხუთიანზე ის რაც რაღაც საშინაო დავალებებია. არ ვასრულებთ. მოდი შევასრულოთ. საშინაო დავალებებიც მე ცოტა ზღაპარი მგონია. თურქეთს არანაირი საშინაო დავალება არ შეუსრულებია და ეგრევე შეიყვანეს ნატოში, როგორც კი ამის შესაძლებლობა. სულ სხვა მაშინ საბჭოთა იყო. რა მნიშვნელობა აქვს? ანუ არ ყოფილა საჭირო საშინაო დავალებები იმისთვის, რომ თურქეთი შეიყვანოს. ხო, მაშინ არ იყო საჭირო, ეხლა საჭიროა. ეს მე მგონია ეს ყველაფერია, ეს უბრალოდ მაშინ მაპები არ იყო, მაპები ეხლა მაპი არის უკვე. სვაგერა ამერიკა იმაში შევარდა სუვერენულ სახელმწიფოში ლიდერი მოიტაცა და ეხლა თუ ამერიკას აქვს შესაძლებლობა და შეუძლია მერწმუნეთ არანაირი საშინაო დავალება არ დაგჭირდება, ტრამპი იტყვის რომ ესენი კაი ბიჭები არიან, ამათ შემოელოს ჩემი თავი და ხვალ ჩემი ბაზა იქ გაჩნდება. მაგრამ ამას რატო არ ამბობს იცით დასავლეთი? ჯერთი არ შეუძლია ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მე არ ვიცი ხვალ რა მოხდება. თქვენ ამბობთ რომ ხვალ შეიძლება პერესტროიკა მოხდეს რუსეთში და ამის ფანჯარა გაჩნდება. მაგრამ მე ამაზე არ მაგათვლა რა. მე მაგათვლა ჩვენ რას ვაკეთებ დღეს. ესმის. თქვენ ამბობთ რომ ჯერ არ არის. მაგაზე ხო თავხდებით რომ ჯერ არ არის ნატო მზად საქართველოს. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. მე მგონი ჩვენ უნდა ვიყოთ მზად რას ნიშნავს იცი? შენ ემტერები ნატოს მტერს. არა, როგორ არა. ეხლა მე უნდა ვიყოთ მზად. მე ეხლა პირდაპირ არ ვიტყვი ამასაც ვამბობ ხშირად, რომ ჩემი პოზიციაა, რომ ნატოში ნატომდე. ხშირად ვახსენებ ხოლმე ამ სულელურ ფრაზას. ანუ ვინაიდან ყავს ნატოს წამყვანი სახელმწიფო მეზობელი რომელიც არის კონკურენტი რუსეთის, არ არის კავკასიაში მეზობელი. თურქეთი არის სიტუაციური პარტნიორი რუსეთის. მაგალითად, ლიბიაში დაპირისპირება აქვს, ერთი მხარეს ერთი მეორეა, სირიაში დაპირისპირება თქვენ აღნიშნეთ გეთახმებით თამაში. ანუ თურქეთი აშკარა დაეხმარა აზერბაიჯანს და კაფიოდ მისი ისე რომ იერარქია არ გამოუყენებია აზერბაიჯანმა თურქეთის ჭრდილით უთხრა რუსეთს რომ ჩემს უკან დიდი ბიჭი დგას და თავის საქმეები გადაწყვეტა. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იერარქიით გადავწყვიტო ჩვენი საკითხები აფხაზეთში და ცხინვალში. კარგად იცით რომ მე ამ სფეროში ჩახარშული ვარ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ თურქეთი გვჭირდება საპირწონედ რუსეთთან. და შესაბამისად ანგარიში აი უკრაინაში კარგად ჩანს რომ თურქეთს ანგარიში უწევს რუსეთი თურქეთმა ანუ თურქეთი დაგვიცავს ჩვენ ნატოს რატომ დაგვიცავს დასაცავი თურქეთი დაგვიცავს თავისი ჭრდილით უკვე როგორ დაიცვა აზერბაიჯანი თურქეთის ჩართულობა კავკასიაში უკვე არის გარანტია ძალიან წარე გამოცდილება გვაქვს ჩვენ არაფერი წარე არა 21 წელს და აი ფერი ტრაგედია ისა რომ ჩვენ მუდმივ წარსულში ვიყურებით არა მარტო წარსულში თურქეთის გეოპოლიტიკური თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო ჩვენ თურქეთს ანკარაში გადავალაპარაკებით მარტო ანუ ბრიუსელში ამერიკა ვერ გვიცავს ეგ რაში უნდა დაგვიცოს ამერიკამ ვერ დაგვიცოს რატო უნდა დაგვიცოს რატო რა გავაკეთეთ დასაცავი და თურქეთი დაგვიცავს დედას ვაგინებთ ამერიკას მუდმივად აი მიშას დროს ხო არ ვაგინებთ ხო რამდენი წელი იყო მიშა ჰა ჯერჯერობით მიშა მიქარა და თავისი საშინელები ჩაიდინა და სად იყო დემოკრატია და რამე ხო აი 2008 წელს ამერიკამ ვერ დაგვიცვა ხო ფაქტია და თურქეთი დაგვიცვა რატომ დავიცვათ ამერიკა როგორ დაგვიცვა ჯერჯერობით ამერიკამ დაგვიცვა ჩვენ ხო მივდიოდით ნატოსკენ მივდიოდით ხო მაგრამ არა მარტო ჩვენ მიდიოდით უკრაინაც მიდიოდა ერთ უკრაინა ვერ მიიღო მე უკრაინასაც არიცავე ისე ჩვენ წარსულში მიდივართ მაშინ გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს საქართველოს და უკრაინისთვის მაპის მიცემა დღეს სულ სხვა ვითარებაა დღეს თუ ამერიკა დაბლოკავს ბატონო პატა და დღეს და ამიტომ შენ რომ მზად უნდა იყო რომ ამერიკაში ყოველ 5 წელიწადში იცვლება ხელისუფლება მზად უნდა იყო ისე და ისე ჩემთვის მნიშვნელოვანია ამდენად გაწევრიანებას რამდენი მნიშვნელოვანია იყოს მაგალითად დღევანდელი ახალი ზელანდია დღევანდელი ავსტრალია არიან თუ არა ნატოს ღირსეული წევრების პოტენციალი არიან ზელანდია რა შუა ზელანდიას ვინ ყავს ტერი კაცო არა მაგას არ მნიშვნელობა რუსეთი არ ყავს ზელანდიას თუ ყავს ტერი ვინ ყავს ჩინეთი ტერია მის ჩელჩი მაგაზე თუ ტრობაზე წავიდა ყოველს თავის ტრები ყავს მე სხვა რამეს გეუბნები რუსეთი არის დღეს საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ეკონომიკური მოწინააღმდეგე. კი ბატონო არის. უზარმაზარი გავანეიტრალ და მარტო ყოფნით ვერ გავანეიტრალ. ვინ ამბობს რომ მარტო უნდა აბა ვის არ უნდა ჩვენ ვამბობთ იმას რომ ის ნაბიჯი რომელიც მხოლოდ გაამწვავებს
არ გაამწვავა. როგორ არ გაამწვავებს? როგორ გაამწვავა? მაგ ეგიდით შევარ და უკრაინაში. როგორ გაამწვავა აზერბაიჯანმა სიტუაცია, როცა აზერბაიჯანი არ იძახის რომ ნატოში კი ბატონო, მე ჩვენ თქვა რომ მივერთები შუშის მე არ ვიძახო შევიდეთ ნატოში. მე ვამბობ რომ თურქეთის ალიანსს შევერთეთ. კი, მივერთეთ აზერბაიჯან-თურქეთის ალიანსს. დიდ თურანში გაწევრია. რატომ ეს თურანი სხვა რამეა? მეგეუბნები და შუშის დეკლარაცია შეუთაყვე. ევროკავშირის წევრობისთვის მზაობა რაში გამოიხატება? ჩვენ მოგცეს კანდიდატობის სტატუსი და მოგცეს 12 პუნქტი. ჩვენ არ შევასრულეთ 12 პუნქტი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა მოგცა კანდიდატობის სტატუსი და გითხრა 9 პუნქტი შეასრულეთ. რო შეგვესრულებინა, ხვალვე მოხდებოდით ევროკავშირთან და ნატოში. რა, ნუ ვატყუებთ რა მსმენელს რა და მაყურებელს. მოლდავეთმა შეასრულა და მიიღო მოლაპარაკებების სტატუსი. შემდეგ ნაბიჯზე გადავიდა, მეორე სართულზე ავიდა. მე-10 სართულს ქვია ევროკავშირის წევრობა. სამყარო სართულზე ვარ. უნდა ყველა სართული გავიაროთ. გინდა ლიფტით გაიარე, გინდა ფეხით გაიარე. სამყაროს მართავს ძალა. სამყაროს მართავს ძალა მართავს. ეხლა მართავს სამართალი. არა, სამყარო თანასწორობა. არა, ეხლა საერთაშორისო ვითარებას მართავს ძალა. როგორ ევროკავშირს ვინ მართავს? ერთ წუთი დამასწრებული. რა. სამყაროს ყოველთვის მართავდა ძალის პრიმატი იყო. მართავდა და გაეროშა და პირველი მსოფლიო ომამდე ჩვენნაირი პატარა სახელმწიფოები არ არსებობდა. რატომ არ არსებობდა? იმიტომ რომ არ არსებობდა საერთაშორისო კონფიგურაციები, საერთაშორისო იმპერიები იყო მაშინ და იყო იმპერიები, ავსტრო-უნგრეთი, რუსეთის იმპერია, გერმანიის იმპერია, ოსმალეთი და შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დაირღვა ეს მაშინდელი წესრიგი და რაღაც ბიპოლარული სამყარო. ის წესრიგიც რატომ გაჩნდა, იცით? იმიტომ რომ ორი ძალა იყო, რომელსაც ურთიერთგანადგურების შესაძლებლობა გააჩნდა. და რა შეიქმნა ამის საფუძველზე? ამის საფუძველზე შეიქმნა საერთაშორისო სამართალი, რომელმაც მისცა გარკვეული, ერთ წუთი დამასრულებელი, რომელსაც მისცა ჩვენაირ პატარა მასშტაბის სახელმწიფოებს გარკვეული სუვერენიტეტის ხარისხი. ჩვენაირი სახელმწიფოები არ არის ბოლომდე დამოუკიდებელი, ჩვენ გვიწევს რაღაცეების გათვალისწინება. ამერიკის სუვერენიტეტის. ამიტომ საერთოდ ალიანსების ზებნა. უყურეთ, კი ბატონო, ალიანსის ზებნა აუცილებელი. მაგრამ თუ ალიანსი არ აპირებს შენს დაცვას და შენს გამო თუ არ აპირებს ალიანსი აზერბაიჯან-თურქულ ალიანსს გეუბნები. დიდი ალიანსი ნატო თუ არ აპირებს შენს გამო აპირებს საიდან ომი რატომ უნდა იყოს? 2008 წელს ვის ქონდა რომელ ნატოს ქვეყნებს ქონდა შიგნით ომი? რატომ ნატო შეიქმნა? არც ერთ სახელმწიფო შორის ნატოში არ ყოფილა ომი. ისე ეხება ევროკავშირს. შენ ვერ მოხვდები. ეუთო, რატომ ვერ ხვდები? იმიტომ რომ იომა ერთხელ რუსეთმა რო შენ არ ყოფილიყავი მან 2008 წელი რა იყო? ხოდა ამ უკრაინაში რატო შეიჭრა რუსეთი? დეკლარირებული მიზეზი რა იყო? რომ ნატოში არ შესულიყო. ჯერ მაშინ უკრაინას არ ქონდა ჩამოყალიბებული, მე ჩამოყალიბდა არა, ნუ და პირიქით უკრაინა ამბობდა ჯანდაბას არ მივდივარ ნატოში. ზელენსკი, კარგი პირველ რიცხვში ზელენსკი არ მივდივარ ნატოშიო. არა. კი ბატონო ამოვიღო 2021 წელს ერთი წელი. როგორც კი ომი დაიწყო ზელენსკი თქვა რომ არ მივდივარ ნატოში. მე რო დაიწყო ეგ სხვა თემა, ეხლა რა თქმა უნდა იქ რატო გაჩერდებოდა რუსეთი, როდესაც უკვე შეიჭრა, მაგრამ მანამდე ხო მეთანხმებით 2021 წელს ერთი წლის განმავლობაში უკრაინელებთან და დასავლეთთან რუსეთს ჰქონდა პირდაპირი ფორმით ულტიმატუმი წაყენებული, რომ აი ხანდა შენთან ბატონო გიორგი რა, იმიტომ რომ თანაბობო სუვერენულები უნდა ვიყოთო და თან კებოს ულტიმატუმი რატო წავუყენა? ვინა რუსეთი? გასაგებია, ვინ არის რუსეთი? მეც თქვენთან ვარ, ვინ არის რუსეთი? მაგას აკეთებს, მაგრამ აკეთებს. ხო და მაგას გონდა დავიწყოთ პროცესი, თუ არ დაიწყე მოძრაობა, არ გამოგივა არაფერი. შენ მაგ პროცესით გამოიწვევ მხოლოდ ომს. ომი ქონდა და არ დაგიცავ შენ დასავლეთ.